ხეთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია. ხეთაში ოხვამეკარში მდებარეობს წმინდა მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძარი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა მიქამგარიოსაც უწოდებს. აქ მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში მსახურობდნენ მღვდელნი გიორგი კობახიძე, ბესარიონ კობახიძე, მიხეილ გვასალია, მიხეილ მეუნარკია, სოლომონ საჯაია, გიორგი გეგეჭკორი, სოლომონ გეთია, ოქროპირ ქირია, თევდორე ქირია, აკაკი ფიფია, დიაკვანი იოანე წულაია, ლავრენტი კვარაცხელია, მედავითნენი სილიბისტრო ჩიქვანაია, გოგი ლატარია, არქიფო ვართაგავა, მიხეილ ტურავა, მე-20 საუკუნის ბოლოს და 21 საუკუნის დასაწყისიდან მღვდლები გიორგი ტაბაღუა, ავთანდილ ჭოხონელიძე. 2003 წლიდან 2008 წლამდე მამა კირიონ დარასელია. ამჟამად ტაძრის მღვდელმსახურია მღვდელი ცოტნე ბიწაცე. ამ ტაძრის ადგილას უფრო ძველი ტაძარი მდგარა. იგი დაურღვევიათ და 1885 წელს მეუნარგიასა და იპოლიტე ვართაგავას თაოსნობით ხელახლა აუშენებიათ. ტაძრის მიდამოებში აღმოჩენილია ბრინჯაოს გრიფონი და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, რომლებიც მიუთითებს, რომ აქ სალოცავი წინა ქრისტიანულ ხანაში არსებობდა. ამასვე მიუთითებს სახალხო დღესასწაული მიქამგარიობა, რომელიც აღდგომის შემდგომ ორშაბათს იმართებოდა. ამ დღეს არანაირი საეკლესიო დღესასწაული არ არის, მაგრამ უამრავი ხალხი ჩამოდიოდა სხვადასხვა სოფლიდან. მლოცველები მიქამგარიოს შინაური პირუტყვის გამრავლებას შესთხოვდნენ. ტაძარში შეწირულია ბუკიებისა და ლატარიების საგვარეულო ხატები.